პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება. მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებით თბილისში კიდევ ერთი ახალი ესტაკადა აიგება. პროექტს უმრავლესობა მხარს უჭერს და უკვე გადაწყვეტილია, რომ მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება. მისი ღირებულება იქნება 2 მილიონი ლარი და თანხის ნაწილი 2014 წლის გათვალისწინებული იქნება ბიუჯეტში 2014 წლის, ხოლო ნაწილი 2015-ის. მისი პროექტით აშენდება ესტაკადა, ეს 10 დღიანი კონკურსის შემდეგ გახდება ცნობილი. ეს არქიტექტორ ტალიტალიაშვილის პროექტია, რომლის თანახმადაც თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით ახალი ესტაკადა უნდა აიგოს. ამ პროექტით პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე ცალმხრივი მოძრაობა, ისევ ორმხრივი მოძრაობით უნდა შეიცვალოს, რაც ქალაქის საცობებისგან განტვირთვას ხელს შეუწყობს. პროექტის მიხედვით ღია მუზეუმი ხელშეუხებელი დარჩება. თბილისის ნანგრევების ღია მუზეუმი 11 არქიტექტორის კონცეფციაში დაცულია. ყველა მათგანი თანხმდება იმაზეც, რომ თავისუფლების მოედნიდან კოლმეურნეობის მოედნის მიმართულებით მოძრაობა ორმხრივი უნდა იყოს. Efectul cealaltă transferului moedindan, mogle da șavalii square. Avem trebuie este gata fericitate. Elivatul tale șapte de fare șapte, probabil de fare jumie. Pentru șoare la testul va ieși sigariciza. Muzeul mis făida de armă de altă așa cum vei de la muzeul. Simțiți că așa tare și că vei nu poți să spui. არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი თვლის, რომ მისი კონცეფცია მერიის მხრიდან დაწესებულ ყველა პირობას აკმაყოფილებს და პუშკინის სკვერთან მოძრაობაც აუცილებლად განიტვირთება. ის აუცილებელი ის გამოცხადა კონკურსი, რომ გაკეთდეს გზა ორმხრივი მოძრაობისათვის. ეს არის გარდუვალია, იმიტომ რომ ქალაქი დაერჩება მაგის გარეშე. აი ამაში უნდა მოხდეს კომპენსირება გარკვეული ქალაქშენებლობითი ხერხებით. და ამავე დროს ანგარიში გასაწერია, რომ საუბედუროთ წინა სპეციალისტებმა, ასე ვთქვათ, რა პროექტებს აი ეს მონაკვეთი არ გაითვალისწინეს და ვერ შეძლეს გათვალისწინება ფეხმარალთა ნაკადების უზრუნველყოფა ტროტუარით. 1 მილიონიდან 1 მილიონ 900 ლარამდე ღირებულებისაა არქიტექტორ თამაზ შილაკაძის ხედვა. როგორც შილაკაძე ამბობს, პუშკინის ქუჩაზე კატასტროფული მდგომარეობა საფეხმავლო ბილიკის არარსებობის გამოა. არქიტექტორის განცხადებით, მისი პროექტით ამ პრობლემის მოგვარებაც შესაძლებელია. არის ძალიან დიდი ინტენსიური მოძრაობა და ძალიან სავარიო. პირველი ეს უნდა გამოსწორებულიყო, აღზრდეს ნორმალური ცალმხრივი მოძრაობა ორი ზოლით და შემდეგი მოედნიდან მომავალი კიდევ ორზოლიანი, რასაკვირველია ერთ ადგილას საჭიროა პატარა ესტაკადა, ისე ვერ გადახვალ, რჩება ყველაფერი, არქიტექტურული ყველა ნაწილი რჩება თავისადმი. დღეს თბილისის მერი კონკურსის 11 მონაწილე შეხვდა და მათგან ის დეტალები მოისმინა, რასაც კონკურსანტები დედაქალაქს თავაზობენ. დავით ნარმანიას განცხადებით, კონკურსში მონაწილეობა ბევრმა ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირმა მიიღო. რამდენიმე ძალიან საინტერესო პროექტი შემოვიდა, ჯამში 17 პროექტი მივიღეთ, საიდანაც პირველი ეტაპი გაიარა 11-მა პროექტმა, ანუ ეს პროექტები, რომლებიც ყველა ძირითად მოთხოვნას აკმაყოფილებენ, რაც ჩვენ განსაზღვრეთ. 10 დღის განმავლობაში იქნება პროექტები განხილული და იქნება გადაწყვეტილება მიღებული კომპეტენტური კომისიის მხრიდან. შეერჩევა პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გამარჯვებული პროექტები, საიდანაც შემდეგ უკვე საბოლოოდ ერთი პროექტი იქნება შერჩეული. მიზანი ის იყო, რომ სამხედრო მოძრაობა აღდგარიყო და გახსნილიყო მეცნიერთა საცობები. მოწოდება რამოდენიმე პირველ პროექტმა დაიმსახურა, რა თქმა უნდა, იდეოლოგიურად და კონცეფციად არის ძალიან ბევრი, რომელიც საინტერესოა, მაგრამ ლაპარაკებებზე როგორი გამოცხადა და რამდენად ისროდ გამართული პროექტები ამას რო განიხილავს კონკურსის ჟიური და შემდეგ გამოცხადება გამარჯვებული. დედაქალაქის მთავრობას არ ეთანხმებიან ნაციონალურ მოძრაობაში. როგორც საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრი ირაკლი აბესაძე აცხადებს, ამ ქუჩას არც თუ ისე დიდი დატვირთვა აქვს. ამ ადამიანის პრიორიტეტები არეული აქვს და საკითხის და პრობლემის არში ისინი ვერ ერკვევიან. ეს არის სატრანსპორტო თვალსაზრისით ყველაზე ნაკლებად მწვავე მონაკვეთი და როგორც ჩანს, მისი ეს დაჯინებით კეთება უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ პანორამა თბილისის და ბატონი ბიძინა ივანიშვილის ალბათ მოთხოვნას და დავალებას, რომ აღდგეს პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა. სხვა მხრივ სატრანსპორტო თვალსაზრისით ეს არის ყველაზე ნაკლებად მწვავე პრობლემა ხაზგაუსავდი და თუ რეალურად სურს მას საცობებზე ზრუნვა, უნდა დაიწყოს სხვა უფრო ბევრად მნიშვნელოვანი პროექტები.
ორმხრივი მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებული კონკურსის გამარჯვებული 10 დღეში გახდება ცნობილი. პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენის კონცეფციის შექმნაზე თბილისის არქიტექტურის სამსახურმა კონკურსი 30 ოქტომბერს გამოაცხადა.